ალტუბო პლაზამ გოგი ბუკიას სახელობის ნარდის მედია ტურნირს უმასპინძლა შეჯიბრში 20 ქართველი ჟურნალისტი მონაწილეობდა. გოგი ბუკიას მემორიალი შეტანილია საერთაშორისო გათამაშებების ღრილში და ტარდება საერთაშორისო წესების მიხედვით. ტურნირში მონაწილეობა ტელეკომპანია TV3-ის თანამშრომლებმაც მიიღეს. TV3-ის ოპერატორი ნიკა სარიშვილი ფინალში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილესთან თამაზ ყემილაძესთან დამარცხდა. შეჯიბრის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ფინალში გასული ორივე მოთამაშე მონაწილეობას მიიღებს სექტემბერში. დაგეგმილ საერთაშორისო ნარდის ტურნირში, რომელსაც ჩაქვი უმასპინძლებს, შეჯიბრში მონაწილეობას კი სულ 15 ქვეყნის პროფესიონალი მოთამაშე მიიღებს. იყო ძალიან მშვიდი და მეგობრული ჩემპიონატი. ჩვენგან უდროოდ წასული ჟურნალისტის გოგი ბუკიას მემორიალი არის ესა და უკვე მესამე თუ მეოთხე ტარდება. გამეხარდა რომ ჩემი მომდევნო თაობის ჟურნალისტები არიან ასეთი კარგები და აი ასეთი ვიცი ქსევითაც მომეწორენ და თამაშით ხო მომეწორენ და მომეწორენ. დასრულდა გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი ჟურნალისტებს შორის ნარჩი. გამოვლინდა გამარჯვებულები. ფინალისტი არის ბატონი ნიკოლოზ სანიშვილი, გამარჯვებული ბატონი თამაზ ყემალაძე. ფინალისტის და გამარჯვებულიც დაჯილდოებდებიან მონაწილეობით დიდ საერთაშორისო ტურნირზე, ასევე გოგი ბუკიას მემორიალურ ტურნირზე, საერთაშორისო ტურნირში, რომელიც გაიმართება 10-დან 14 სექტემბერს. სასტუმრო წყალტუბო პლაზამ უმასპინძლა გოგი ბუკიას სახელობის მემორიალურ ტურნირს ნარდში. ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ ასეთი ღონისძიებების მასპინძლობისათვის და მზად ვართ მივიღოთ ასეთ პროექტებში მონაწილეობა.